ვინდა ამ საღამოს შეგაგულიანოთ. მინდა შეგაგულიანოთ, რომ ეს იცოდეთ. ჩვენ ევანგელიკელები დონალდ ტრამპს შევხვდით მის პირველ არჩევნებამდე. მან გთხოვა, რომ პრეზიდენტობა მისთვის მოგვეპოვებინა. ჩვენ მას ორი პირობა დაუსვით. დაეხმარეთ ჩვენს ღირებულებებს და დაუჭირე მხარი ისრაელს. და დონალდ ტრამპმა ორივე მოლოდინს გადააჭარბა. მინდა გაგამხნევოთ, ნუ შეაფასებთ მას ნაკლებად. ნუ შეაფასებთ მას ნაკლებად. შემიძლია ეს გითხრათ. ჩვენ ვაპირებთ აღვნიშნოთ ისრაელ-ამერიკის 250 წლის იუბილე. ძალიან მალე. მაგრამ ამ იუბილემდე 3682 წლით ადრე ისრაელი დაიბადა. და მე არ ნერვიულობ მომავალზე, რადგან ისრაელს საიდუმლო იარაღი აქვს. მას ეწოდება ა ブラ ამის, ისააკის და იაკობის ღმერთი. დღეს დილით ზაქარიას ციგს ვკითხულობდი. იქ წერია, რომ როცა ყველა ერი იერუსალიმს დაუპირისპირდება და მის გადატანა შეეცდება, საკუთარ თავს აუნებენ. ამიტომ ამას გეტყვით. ისრაელის სახელმწიფოს მომავალი ნათელია. რადგან არსებობს ღმერთი, რომელიც არც თვლემს და არც იძინებს. თემა, რომელზეც თხოვეს მესაუბრა, ქრისტიანის სიონისტების ურთიერთობების უნიკალურობა იყო. სოფლიოში ქრისტიანთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც თავს ქრისტიანებად აცხადებენ, სიონისტები არ არიან. მაგრამ სოფლიოში სიონისტთა აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანია და არა ებრაელი. ჩვენ 750 მილიონი ვართ. ჩვენ აუცილებლად არ ვეთანხმებით ყველა პოლიტიკურ საკითხს, მაგრამ აღთქმაზე ნამდვილად ვთანხმდებით. ჩვენ ყველანი ვეთანხმებით. მე ვაკურთხებ მათ, ვინც შენ გაკურთხებს და დავწყევლი მათ, ვინც შენ დაგწყევლის. და ამასაც გეტყვით. ჩვენ გვაქვს ოფისი თეთრ სახლში. და სხვათა შორის მას ევანგელისტების ძალიან ძლიერი მხარდამჭერი ხელმძღვანელობს. და ჩვენ ევანგელისტები ყველანი ისრაელის მხარდამჭერები ვართ. ჩვენ ყველანი ისრაელის ძლიერი მხარდამჭერები ვართ. ესე რომ მომავალი არც ისეთი ბნელი და უიმედოა. ზუსტად შემიძლია გითხრათ, ამაში დარწმუნებული ვარ. იცი რამდენიმე საათის წინ ჰერცლის მთაზე გაიმართა ღონისძიება იონი ნეთანიაჰუსთვის. და ეს საშინელ ტრაგედიად ჩანდა. და ბევრ მხრივ ეს მართლაც საშინელი ტრაგედია იყო იონის სიკვდილი. მაგრამ 1980 წლის 30 ივნისს მე შევხვდი მენახემ ბეგინს. და მან კითხა, რატო მოხვედი? და მე გავიმეორე კითხვა და მან 10 წუთის განმავლობაში ილაპარაკა. მე ისევ მითხრა, რატო მოხვედი? და ისევ გავიმეორე კითხვა და მან კიდევ 10 წუთი ილაპარაკა. მე მითხრა, კიდევ ერთხელ კითხავ. არ გაიმეორო კითხვა. უთხარი, არ ვიცი. არ იცი რატო მოხვედი? არა, არ ვიცი. რაიმე ხო იცი? უთხარი, ვიცი რომ ღმერთმა გამომგზავნა. მან თქვა რომ გამოგზავნა, მაგრამ არ გითხრა რატო. არა, არ უთქვამს რატო. მოაბრუნდან დივანთან კადიშაი, ხელი ჩამოართვი. ბოლოს და ბოლოს პატიოსან კაცს შეხვდი. ის ფიქრობს რომ ღმერთმა ის პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად გამოგზავნა და არ იცის რატო. მაიკ, ერთი სამსახური გამიწიე. როცა ღმერთი გეტყვის რატო, დაბრუნდი და მითხარი. მეოთხე ივლისს წავიკითხე იონი ნეთანიაჰუს ამბავი, მისი გარდაცვალების წლისთავი იყო. და ვიგრძენი რომ ოჯახისთვის უნდა მიმეცა ნუგეში, ამიტომ ბენსიონ ნეთანიაჰუს სახლში წავედი. უთხარი, ბატონო, თქვენ არ მიჩნევთ, არ მინდა შეგაწუხოთ. უბრალოდ მინდა ღრმა სამძიმარი გამოვხატოთ თქვენი მებრძოლი გმირის შვილის, დიდი გმირის გამო ის გამო. ვინ ხარ? რა ქვია? საიდან ხარ? შემოდი და ჩაი დალიე. შევედი და ჩაი დავლიე. და იქ ერთი ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი. შეგიძლია ნახო ის. ის 28 წლის იყო. საშინელი ტკივილი ჰქონდა, საშინელი ტანჯვა. ისეთი ტანჯვა, როგორიც ახლა ისრაელს აქვს.
ის იმ ტკივილს განიცდიდა. დაუთხარი, შეიძლება თქვენთვის ლოცვა წავიკითხო? ეს ლოცვა წავიკითხე. იონათანი დავითს უყვარდა. შენ იონათანი გიყვარს. შენი სასოწარბეთის ფერფლიდან ღმერთისგან ძალა მოგეცემა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი გახდები. არა, ვერ ვიტყვი, რომ მისმა მამამ რამე კარგი თქვა. მისმა მამამ ხმამაღლა თქვა, სახში იდიოტი შემოუშვიო. მაგრამ არა ჩვეულებრივი, ეს ნამდვილი იდიოტია. მე 5 ივლისს 3:30-ზე ისევ მივედი. მენახემ ბეგინთან და უთხარი, გუშინ პრემიერ-მინისტრი შევხვდი. არა, მან თქვა, შენ მე 30 ივნისს შემხვდი, უთხარი, არა, თქვენ არა, ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო. ის ღმერთმა აირჩია. ის ისრაელის პრემიერ-მინისტრი იქნება. მისცემთ მას სამთავრობო თანამდებობას და მისცა კიდეც. ამიტომ ამას გეტყვით. თქვენ გყავთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ღმერთმა აირჩია. და თქვენ გყავთ ერი, რომელიც ღმერთმა აირჩია. და არავინ შეაჩერებს ღმერთის გეგმა ამ ერისთვის. არავინ. ირანი ვერ მიაღწევს ამას. შემიძლია გითხრათ, რომ შუალედური არჩევნები გველოდება და ეს ძალიან რთული იქნება. და ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს შუალედური არჩევნები. და აი ჩემი აზრი, ყველას თავისი აზრი აქვს გამოთქმული. ჩემი აზრით, ირანის დიდი სწავლულები შეხვდებიან დიდ ბიზნესმენს და მოლაპარაკებებს. და ის მათ მოატყუებს 60 დღის განმავლობაში და კიდევ 60 დღეზე მეთხას. შემდეგ მჯერა, რომ შუალედური არჩევნების მოგების შემდეგ ამერიკა ახალ წელს იზეიმებს და აღნიშნავს. და ჩვენ ყოველთვის დიდად ვზეიმობთ ახალ წელს. და ის ირანშიც დიდად იზეიმებს. ღმერთი კვლავ ტახტზეა. და ზეცაში პანიკა არ არის. მე ამ ქვეყანაში საკმარისად დიდხანს ცხოვრობდი, რომ მენახა ბრძოლები, უზარმაზარი ბრძოლები. როცა აქ ჩამოვედი, ტრაქტორები ქვიშას ხეხავდნენ, რომ ერთი ნაკვალევი ეპოვათ. სხვათა შორის ისინი შიმონ პერესის სურათს აჩვენებენ. ის ჩემი თავმჯდომარე იყო. და შიმონ პერესი და მე როცა მივედი, როცა ვკითხე, იქნებოდა თუ არა ჩემი თავმჯდომარე, მის გუნდს ეს დიდად არ მოეწონა. მათ თქვეს, არა, ის კახანისტია. მაგრამ შიმონ პერეს მოუწონდი და მან თქვა, კი. და ის და მე პაპთან ერთად ვიყავით. და ეს პაპი არა, ეს ჯორჯ ბუშია. ის და მე პაპთან ერთად ვიყავით. And in first day, და იმ საღამოს, ვახშამზე, აიალა იქ იყო. He got it. ის აქ არის. მან შემომხედა და მითხრა, მაიკ, ყველა მეკითხებოდა, რატო ვთქვი დიახ? იმიტომ რომ გინდა მეგობრობა აშენო, სიონის მეგობრებო. და მან მითხრა, მაგრამ მაიკ, შენ შესახებ რაღაც გავიგე, რაც არ ვიცოდი. დიახ, ქრისტიანი მამის მიერ გაზრდილი იყავი, მაგრამ ებრაელი დედა ყავდა. და მან შენი სახელი თავისი ბაბუის პატივსაცემად დაარქვა, რაბი მიხეილ მეკელ კაცნავსონის, რომელიც წავის სინაგოგაში 200 ებრაელთან ერთად ცოცხლად დატვეს. მაგრამ შენ ეს არ იცი, მაიკ. შენ არ იცი, ვინ იყო იმ სინაგოგის კანტორი, რაბი? ის ჩემი ბაბუა იყო. ის თალმუდის მასწავლებელი და ჩემი ბაბუა იყო. ამან თქვა, როგორ არის შესაძლებელი, რომ მე და შენ ოჯახივით გავხდით? სანამ არ მივხვდი, რომ ორივეს ფესვები ბელარუსის ვიშნევეცსა და იმ ხის სინაგოგამდე მიდის. საოცარი ამბავია ის, რომ ღმერთი წერს ამ სცენარს და საბოლოო სიტყვაც მას ექნება. რაც თქვენ აკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის დიდი პატივია და სიხარულია ალექსის ლიდერობა თქვენს ორგანიზაციაში. და მინდა ჩემს შესანიშნავ სიონისტ ქრისტიან მეგობრებს უთხრა, რომ გახდნენ ამ ყველაფრის ნაწილი. ეს ფანტასტიკურია. ღმერთმა დაგლოცოთ.